აქ კონკრეტულ ივენთის, ესე ვთქვათ, აღწერაში. რომ იყოს ულტიმატუმი, რომ ირანელები, არაბები, აფრიკელები და ასე შემდეგ ყველა არა ლეგალმა დატოვოს საქართველო. აქ არ არის საუბარი კრიმინალზე, არის ერთი მაგალითი მოყვანილი კრიმინალის. შესაბამისად, ანუ ის რომ არალეგალებზეც რო ვისაუბროთ, პირველ რიგში ვინმე დაფიქრებულა თუ არა, რამდენი არალეგალია ქართველი სხვადასხვა ქვეყანაში. საბერძნეთმა, იტალიამ და ასე შემდეგ ყველა უნდა გამოაძევოს ჩვენი არალეგალები ერთის მიერ ჩადენილი ან თუნდაც 10-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. რა რეაქცია გვექნება? ანუ რატო არ უყურებთ ორი მხრიდან საკითხს? მეორე პრობლემა არის ის, რომ ვინმე დაითვალა, ნახა, შეიძლება შემოდის ძალიან დიდი თანხა ვთქვათ ბიუჯეტში, შეიძლება ამათ გახსნილ ობიექტებში ქართველებია დასაქმებული, ანუ არსებობს ესეთი სტატისტიკა. გულზე მჯიხის ცემით გამოდის ეს ხალხი. ერთი წუთით უკაცრავად მოგცემთ ბორდელებზე აქ საუბარი, ბორდელებზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ არის ბორდელები. ხო, მე ვკითხულობ ივენთის შესახებ ინფორმაციას. მაცადოთ ერთმანეთს. მათ ბიზნესში კარუშლის ხელს ვინმე დაუკუმართებელი. აი კადრები გადის ახლა აქ. მე ვერ ვხედავ ასეთ კონკრეტულ მესიჯებს, საუბარია რომ ყველა ირანელი და ყველა არაბი ვერ გავაო, აი რა შუაშია ეს. მელორ მოგცემთ მე თქვენ სიტყვას რაღაცა მე გეთანხმებით. კი, ოკუპანტი უნდა გავდევნოთ პირველი ჩვენი ოკუპანტია პირველ რიგში გასადევნი, მაგრამ რაც პრობლემაა, მე აღმაშენებელზე ვცხოვრობ. და დედაჩემი და ჩემი და 9 საათის მერე გარეთ ვერ გადის. იმდენი ირანელი და მამაძაღლი დგას. მეც აღმაშენებელზე ვცხოვრობ და ამ ირანელებთან ერთად ყველა ეზოში ჰოსტელია მოწყობილი, ხო იცი? ჰოსტელი არ არის ბორდელის სინონიმი, მეც მაქვს ყველა ეზოში ერთად წავიდეთ, აბსოლუტურად ყველა ეზოში არის ჰოსტელი და ბორდელი. მეც მაქვს ჰოსტელი, რომელიც არაფერი და არის საროსკიპე და ჯგუფ-ჯგუფად 20 კაცი, მთვრალი, ირანელი იქნება, თურქი თუ ქართველი, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მომიწყობს მე აღმაშენებლის ქუჩაზე და სახლის იმ ბორდელს. ამას აპროტესტებს ცოტა საშუალება უკაცრავად. გთხოვთ მომეცით საშუალება. მე ამ ეთერს რო გეგმავდი, დაახლოებით წარმომედგინა რა მძიმე ეთერი იქნებოდა, მაგრამ უნდა მომცეთ საშუალება. გურამ დაასრულეთ. ხო, ინგა, მაშინ არის პრობლემა მესიჯების სწორი გავრცელების, იმიტომ რომ როგორც აი გარკვევით კითხულობთ ივენთის აღწერაში, რომ საუბარია თქვენ ხართ ეხა ტელეკომპანია პირველში. ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება. ღონისძიების აღწერაში გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ყველა არალეგალი უცხოელი, აქ არ არის საუბარი არაფერ კონკრეტულზე, რა თქმა უნდა თუ ხდება დანაშაული ეს დასჯადია და უნდა დაისაჯოს და პარალელურად, ანუ როდესაც საოკუპაციო ხაზთან კაციშვილი არ არის ჩვენი წარმომადგენელი, წავიკითხავ, მადლობა. როცა არ არის არავინ ჩვენი წარმომადგენელი, მე მგონია, რომ პრობლემა არის პრიორიტეტების გადანაწილებაში და რაღაცა გულზე მჯიღის ცემა ჩემთვის არ არის პატრიოტობა, როდესაც გაცილებით მძიმე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ნუ რომ გავავლო პარალელი 2008 წლის ომის დროს, როცა ცარიელი იარაღით ვიდექით ხალხის ნაწილი ნახევარი ბუნკერებში იმალებოდა, საზღვრს აწყდებოდა და შემდეგ ვიღაც ხალხის დარბევის დროს ნებისმიერ რამდენიმე შემთხვევაში ეს ხალხი გამორბოდა და სადაც 5 კაცი იყო საცემი ურტყავდა და როცა ომი იყო იმალებოდნენ სადღაც. რაღაცნაირი მსგავსი პარალელია ახლა. კარგით, მე მოგცემთ ეხლავე სიტყვას გადმოვალ მაგიდასთან. მანამდე კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დარბაზში დავსვა. ელენე კაპანაძე, ხელოვნებად მცოდნე. ელენე, მე სპეციალურად ვთხოვი აქ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მიეღოთ ამ გადაცემაში მონაწილეობა. ელენე წლების განმავლობაში განათლებას იღებდა დიდ ბრიტანეთში და იქ ცხოვრობდა. ამიტომ მე მაინტერესებს შენი თვალით დანახული ეს რეალობა, რაც ეხლა ჩვენ ვაჩვენეთ მაყურებელს, აღმაშენებელს და ეხლაც გადის პირდაპირ ეთერში კადრები. რა არის ეს და როგორ ფიქრობ, რას მოუტანს ეს ქვეყანას? ცოტა ახლოს მიკროფონი.